მშვიდობის ძირფასებო, როგორ ხართ? როგორ გითხოთ? მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო და ვილამპარაკო და ასე შემდეგ. არ ვიცი ხამის ხირს თუ არა. კურთან დაკავშირებით მითხრეს რომ იქო ატყდაო ერთი ამბავიო, ასქეო ისქეო და მოკლედ აღმოიფხრაო ეგ პრობლემა, მაგრამ ცურცლებიო არ იყო. მაგრამ ამიჯერეთ და იყო. ასე რომ მეორედ ისეთ შეცდომას არ დავუშვებ, მე არ ვიყიდი აწი, მაგრამ ერთი უნდა დამიტოვებინა ჩემთვის, რომ დამემტკიცებინა რომ ის იყო. ამიტომაც არასოდეს არ უნდა დააბრუნო ყველა ერთად. ნივთ მტკიცება უნდა გაგაჩნდეს. მაღაზიაში ვიყავი ახლა და იქ მითხრა მოკლედ გააკეთესო ყველაფერიო. მაგრამ მე მაინც უთხარი ჩემი რომ მე მაინც არ ჯერა თქო. რაც არ უნდა იყოს თქო. სამი უშილებს ვიცავარ იგით რაღაცა ვუთხარი ზუსტად. მოკლედ აქ ეხა მე რა დამემართა. ცომი ოდნავ ამოვიდა თუ არა, ცომი მოვცომე პურს ვაცხობ. და აქ ჩავდე ორი ცომი, ანუ ორი გუნდა. დამავიწყო და ეგ და ამოფუვდა, თავისით გადავიდა, თავსახურს მიეკრო და მოკლედ ისე ლავაშებს გამოვაცხობ მეთქი, მაგრამ მაინც ამოვიდა. ეხა ხუმილი ოდნავ მაქვს გახურებული, მხოლოდ ქვედაწვაზე მიყენია, ამას შევდებ და ერთი პური გამოვა. ესე მინდოდა რომ მე შუაზე გაიყოფოდა და უფრო ისეთი მოკლედ პატარა ნაწილი გამომივიდოდა პურის, მაგრამ არა უშავს. აი, მოჩი და სანაგოში ჩააგდე. ხო და დედიკო, ხმერთო შენი შველე. იყო 150 გრადუსზე, მოკლედ მე ცეცხლზე გამოვაცხოთ და მე ვნახოთ. რამდენი ხანია გამომიცხვია, მახსოვს რომ 220 გრადუსზე ვაცხობდი იმ ძველი ღუმელით. როგორ გადავიტან? ამდენ დღეს კიდე 3, 4, 5, 6 ღმერთო. ხო და მოკლედ ლავაშების მაგივრად ესეც გამოვაცხო. ცომი შევინახე მაცივარში გავყინე. აბა მე ვერ გავხსნი, კოკო მტკივა ფრჩხილები და ვერ გავხსნი და ჰა, იარე ისე. ხმერთო დიდებულო, რა არ გესმის? ჩემი დველო. მეც ვერ ავყურე მტკივა ფრჩხილები. მარჯვენა ხელით მე იმას ვერ გავხსნი. ასო მაკვლევინებს ეს ბავშვი. რო ვეუბნები, ვერა მეთქი არ ესმის. კი. სტაცა იქ პირდაპირ ამას ხელი რომ მიმყავს სადმე, მოკლედ ისე ვერ მოbrunდები, რომ ამას არ უყიდო რამე. ვაიმე ჯანდაბას ეს კაციც იქეთ წავიდა. იმ ფეხსაცმელზე არ მithქვია ისე. დაურეკეს და იმათთან გავიდა. მიდია მალე მოვადა. არასკეს მოკლედ მაინც გასვლის დღე გვაქვს და იმას ვისამ მაღაზიაში გავივიდით ეკასთან. 1 კილოა, ნახევარ თქვი ამას არ ვიყიდი, მე თქვენ ეს მე მგონი სხვალობიოა მე მგონი. იმიტომ რომ სუმატრიანი იყო და სხვათა შორის ამასთან ლობიოსთან დაკავშირებითაც მქონდა ვიდეო, მაგრამ მე წავშალე, იმიტომ რომ ისე გამოდის რომ პროტესტივით მაგ და გადმინდა სულ ნახე, სულ მე რო გამოთქვა რამეზე პროტესტს, გამოვდივარ ცუდი. სხვის თავში, სულ მაინტერესებს დიდად სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ასე უნდათ რომ დაინახონ, თორე სულაც არ არის ეგრე. აქ ხალხი მაგდა ციტაკები. აი, როცა მე დამჭირდა მართლა, მისვლა ყოველთვის მაშინ არცალია იმ გოგოსან არ არის. ასე რატომ მაგდედათ ხახვი არის აქ
4-7 ცალი. 51 ლარის არის ხალხო, ეხლა აქ რასაც ნახავთ ესენი. ეს კარტოფილი, ბანანი შეიჭამა მხოლოდ და ის ნამცხრები ხო იცით რაც სამაქვს ის მომიტანე ერთი. მედია მუსიკები არის მის გეგა. გეგა, რას გადაიკიდე ამ სიმღერიან მულტფილმებს, ბიჭო? რამე სხვა ჩართე? ღმერთო დგებულო, მანამდე სისულელეები დამომხადე სული. ეხა კიდე ეს რაღაცა სიმღერებიანი. აი, როგორ არის? როცა რაღაცის გაკეთება მინდა, აი ყველანაირად რო ხელს გიშლიან. თითქოს და ისინი იყვნენ, რა ქვია. ამაზე დაპროგრამებული რომ შეგიშალონ ხელი. რამდენი ხანია ეხლა მოვდივარ ხშირად. ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. არც მაქვს იმდენად ისეთი საინტერესო რამე, რომ მაგალითად მეჩვენებინა. 19 კვერცხი. ეს ჩაი. 19, იმიტომ რომ მეტი არ იყო. თუ იყო? დაიცად. მე პური რო გამოცხება მაგის მერე, კექსი უნდა გამოვაცხო ვაშლის. ხო და არ მახსოვს რამდენი კვერცხი გამოვიყენე მაშინ, მოკლედ 6 კვერცხიანს გავაკეთებ. მგონი 6 იყოს. 6 კვერცხი. მოკლედ რაღაცებს ერთმანეთში აურებ და ისე მინდა რომ გავაკეთო. ვაშლის. მაგიტომ მოვიტანე ვაშლი, რომ ვაშლი გამომეყენებინა. თან არის გასული და მოკლედ კარგი არის რომ როდესაც ვაშლი გაქვს და ლიმონის წვენში რო ავრეთ არ შავდება ვიღაცა მასწავლა ეგ YouTube-დან სომეხის იმას უფრო მეტად ყოველთვის ცხოვრებს ხოლმე აი კულინარიოს თუ რაღაცას თუ დამაინტერესა ტორტი არ არის დიდო პურია ხო და ლიმონი არა მაქვს ასე რომ რაც არის ეგ არის თან მიშია საშილად 7-15 წუთია სალათი მინდა რომ გამიმზადო თორე მოუკვდები აგერ ხა წავიქცევი ესე იგი ერთი ცალი შეგაიწე დედა გაიწე ერთი ცალი შევჭამე აი ეს დანარჩენი მუხამ შეჭამა და ერთი ცალი შევჭამე მე კარგი მოკლედ და კონკრეტულად აი ასე ვიდეოს
ესენი ამოიღე მე ესენი და რამოდენიმე და მე ამოარჩიე ნეტა ესენი ყოფილიყო ის თეთრი ძალიან აი ასეთივე ყველა გასახეხი მაქვს ყველა და ვერ დავუდე გული აი ეს მე გავაკეთე და ვერ დავუდე ძალიან ისეთი ის უნდა მაგარი ხელი და მე არა მაქვს ძალამდენი ჩემ ხელებში სალათი მინდა ძალიან ყოველთვის ვაკეთებ სალათს ბევრი მიდის ეხლა კაი კიტრები ქონდა ესეთი რა ქონდა კიდე შენ სალათი შეჭა? გაჩოის შეჭამ და მოჩები და მე შეჭამ სალათს შეჭამს კიტრი არ შემჭამო დიდიკო მე მიყვარსო მითხრაშე პომიდორი ჭამეო ბევრი არ მიდა გამომივიდეს ბევრს არ დავჭი იმიტომ რომ მე ვჭამ ბევრს ეხლა რო შეჭამ მე ვეცდები რომ არ შეჭამო მაგრამ ხილს მაინც ვჭამ ყოველღამე ჩვენებო ხილს დავატინდე ეს ის რა ქვია ამაზე რაც ამოცული ერთი კაია წყალს ფილტრავს მაგრამ მეორე იმდენად იმაშება ცუდად ეს შხაპივით ასხამს და გამომწონს აბანოში წადიდე? აქა შეიძლება აბანოში მიდი საპონიანი ხელისა დაიბანე. როდის აქეთ დადიხარ გოგო რამდენი ხანია ეხლა დღეს? მთელი დღე აქეთ მადგება. ხანხადესანი თამთული იყო, გოდე იყო თამთასთან და წამოვიდაო მაგიტო დამირეკა. მე ერთი ვერ გადავედი ხედავთ კი აგერ და ეხა კექსის გამოცხობა მინდა და ხვალ თუ ჩამივარ და დრო რო გადავიდე მე გადავალ კექსიანად სამდენი იყოს ხაფი მინდა მეც წავიდე ვერცხი არ მაქვს ეხა მოხარშული, მაგრამ რაც არის ეგ არის. მაგიტო ვიყიდე იმდენი კვერცხი. ხან ბავშვებსაც შეუწვა. ძალიან მიყვარს წვანი გიყავ. ძალიან აი ბავშვები მაგალითად მაიონეზიან სოკ ყველაფერს მიირთმევენ
გინდა ბურგერები, გინდა მაგალითად ჰოთ-დოგები, რაღაცები რაც იყიდება. ესენი არაფერს. აი გოდემ შეიძლება შეჭამოს და დანარჩენი ეს ორი გეგა მით უმეტეს. არ ვიცი. გეგა და მე აი კონცერტები რო ეხნებათ ცეკვით და გასვლა რომ მომგვიწევს არ ვიცი რა გვეშვედება. მართლა არ ვიცი, აი რა უნდა ჭამოს. გორგო მაგდენ წყალს სვამშე. წყალი არ დაასხა დაიცოდე, თორე გავბრაზდები დედიკო. და საძაიღე მეორე შეჭამე? ეხა მესამე გინდა რო ჭამო? სხვათა შორის თუ გახსოვს იქ იმას რო იღებდი გეგას, გოდეს და მეო გაიძახოდი. სამივე შენ შეჭამე? მართლა ბავშვებს გეფიცებით ესე ამბობდა. გეგას, გოდეს და მე. სამი მაგიტო აიღო. მატინი მინდოდა ძალიან. მაგრამ 51 ლარი რო თქვა მე არ იმოსქენი. გავჩერე. ისეთი იყოს რომ შევძლო რომ დავიჭრა ეგ ჩხილები, მაგრამ გამოდი ეხა აქედან. გამოდი. მაცივარში როდის იყო რომ იჭვნე? უნდა დავილოდოდა. ყველგან წამდებოდა. მე ჩემი კლემი. მაცივარში. იმ კრემზე ამბობს პილინგზე. ძალიან კაია. აი ძალიან კარგია მართლა იმ home life-იო თუ რაღაც რო გამომიწერე ველადან. ძალიან კაია ხალხო. ადას ქონდა შავი ადგილი. ხოდა ექიმს ვაჩვენე რითი შემიძლია მეთქი რომ აი მაგალითად რამ გამოიწვია და ამდა რითი შემიძლია რომ მოვურჩინოთ და იმა რაღაც ანალიზებიო. ყველაფერზე ანალიზები ხალხო და მე ეს რეკლამა რომ ნახე შავ იმას რო აცილებდა ადამიანს ხელზე ქონდა რაღაც ესეთი შავი და ის რომ მოაცილა ეს რეკლამა რომ ნახე შევეხმიანე ლელას და გამომიგზავნა კვირაში ორჯერ უნდა გამოიყენო მითხრა და ადას თითქმის გაუღიავდა სულ ცოტა უნდა კიდე 1-2 გამოყენება და მე მგონი მთლად გაუღიავდება. იმდენად კარგი აღმოჩნდა ეგ პილინგი. შრატი ხო გამოვიწერე მე ისევ იმიდან ოღონდ ლელადან არა ჩემ მეზობელი გოგოდან უკვე ერთხელ გამოვიყენე და არ გამოვიყენებია და მოვიწყდა რო დავიღა მოვიწყდება მე უკვე ბავშვი წავისმევ და მე ისე დაბანა მეზარება. კაია. მე მგონი ყველაფერი უქენი. არია. ორი გამოცხება მე დავიწყებ იმას რა ქვია.
კექსის გამოცხობას. ჩაუწიე, გოდეცი მუსიკა არ მინდა. საერთოდ არის მოდა ტელევიზორის ხმა, ეხლა შენ რომ მოხვედი და რო აუწიე თორე. ხო გინდა და? კიტრი ხო გინდა? აი ჩაიმა შეჭამ. მე მაინც დაგიყრი აქ და. როცა გინდა მაშინ შეჭამე. გოდა კიტრი პომიდრი სალათი გინდა დე? შენც მარტო კიტრი თუ პომიდორი? პომიდორსაც დავუყო. იმიტომ კიტრი მერე ბელი არ დარჩა. მინდა სალათი მარტო. ორივე შეჭამე, ორივე გებრიელია. საკალი. საკალა. მამა. გეგას არ უნდა სალათი, მაგიტო არ ვიპური გინდა? პურთან გებრიელია? გინდა? ხო და მერე ვაცხობ ეგერ პურსო. შენაცხობს. ხო ეგერ. სლივს. არცხობ. უს. სლივს. სლივს. როდის ფიფური მინდაო გამომცხვა. მინდა და. მე რატო არ თქვი? მინდა და. პატაპი. არ შეჭამ. გუგული და. ჩაუწიე ტელევიზორს ხო? აი, ყველი მაგიდეს გული იმას დაიწყა. მარა არ მინდა დამანებე. ყველი გინდა? არა. შევჭამდა მოვიდა. ნახეთ ხო? ის ჩიტები. წითელი მთვარეა. შეშია ცოტა. აი, მართლა წითელია და მიკვირს კამერაშიც რო ჩა. ცოტა შაშიშია. იმედიანა მარა ის დედა. არ ვიცი რატო წითლდება. ღამეა სხვა ჩვენთან. პლანეტაა? ჩუშტები უნდა. მოთა ეს ხო? დავაახლოვე და მაგიტო ჩანს ეს. მარსი. ახლოდან. ეს მარსის იყო.